Adriani, დილამშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გამარჯობა მეგობრებო, აჭარიდან გესალმებით ამ ჯერზე. ჩვენი ჩამოსვლის მიზეზი არის ძალიან სასიამოვნო. ჩამოვედით ჩვენს მეგობართან, ბალუსთან. ბალუს პრინციპში შენი გადაცემებიდან, მაღაზია კავიანიდან იცნობთ თქვენ ამ კაცს, კარგი მონადირე, კარგი მეთევზე და ამ გადაცემაში მე ესე წარმომდგენია, რომ ჩვენ შევთავაზებთ ზღვაზე ნადირობას კი არა და თევზაობა ნადირობას ზღვაზე. მე ავალთ მაჭახელასკენ მე მგონი სადღაც მთიან აჭარაში და მდინარეზე თევზაობასაც მთიან აჭარაში მაინტერესებს. პატივცემულო, შორტების მიღმა გაქვთ რამე? შორტების მიღმა სახში გაქვს შარვალი. თავარია სახში გქონდეთ შარვალი. კაი მეგობრებო, მოკლედ ახლოშივე იყავით, შორს არ წახვიდეთ. იმედია რაღაცა კარგს გაყურებინებთ. უი, ხო, და კულინარიასაც ალბათ შევთავაზებთ მაყურებელს. მე ისე მგონია, რომ ეხლა დილით მე და შენ ნახსოვრუმები არ ვართ და რომ დავიჭეთ ამ ჩვენ თევზს. მე მგონი მიმართულებასაც მივცეთ. კარჩით მოკლედ გვიყურეთ მე და მარიის და გაერთეთ და ითევზავთ ჩვენთან ერთად. ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, ჩემო მარლე. მოდი შავ ზღვასთან პირდაპირ შავ ზღვასთან გონიოს სანაპიროზე რა. ესე იგი ვიწყებთ ზღვაზე თევზაობით ცალსახად რა. მე ეჭვი მქონდა და იმედი მქონდა რომ სარფის კლდეებთან აღმოჩნდებოდით, მაგრამ ბალუმ გონიო გადაწყდა. მაგრამ ვერ მოგართვით. ეხლა ვართ გონიოში, უნდა ვითევზავთ ძირითადად ზღვის ფსკერულ თევზზე, თევზი რომელიც ფსკერიდან იღებს რა საკვე. ძირითადი სამიზნე ეს იქნება ჩვენი. ზღვის კარჩხანა, კარბული, ბარაბულკა, კეფალი, სპინინგით უნდა ვითევზოთ. აი სპინინგი ძალიან გემრიელად ჩამოთვალა. კი, სპინინგი მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები რაღაცა ჯიგის ვარიანტი იქნება, ხო, აი ეს ტიროლის ჯოხი არის, ეხლა მაგ მონტაჟს დღეს პირველად განახებ. ტიროლის ჯოხია, ასე ქვია, რომელიც სპეციალურად აწოდებს სატყუარას თევზს ფსკერზე რა. მეც და კიდე მაგარი სიტუაციის უნდა ვკითხო. ულტრალაითია რა? კი ბატონო, ზემსუბუქი ანკესებით სპინინგებით. აი ზემსუბუქი როგორ მომეწონა მე ის ვიცი და რაც ვიცოდი ის ეს შენ. ეს მე. ანუ გოგას ენდობი ეხა ესოდი იცი? ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს, მაგრამ ეს ბედი. ნდობით არ შენ არ შენდობიც. მაგრამ ძმაკაცობას რა უთხარით ორი ჩვენა სანდო ვარ ტაკესთან მალე. არ ვიცი, GoPro რამდენად აღიქვავს, მე მგონი ჩანს. მაგარი გაგვიმართლა ამ მილში. იქითკენ რაღაც საშინელი წვიმა არის. ნახეთ რა ამინდია. ჰოთელებო, როგორ ახართ? ხო არ დამისველდით, გენაცვალეთ თქვენ. ბალუ მანქანასთან მახსოვს მითხარი ტიროლის რაღაცა გაქვს. ხო, რა არის? ვაფშე ტიროლი ვიცით აგერ მე და გოგლიკამ სად არის? შვეიცარიაში. ეს არის ტიროლის ჯოხი. დიახ. ამ შემთხვევაში მაგ მე 8 გრამიანები. აჰა. ამ მაშინ გადის ძუა. დიახ. რაზეც სატყუარა ენდება. ხო. წყალში როცა ვარდება, ჯერ ერთი რომ არებმება 99 სიტუაციიდან 1% შეიძლება რომ ეს ჩაება ფსკერზე რაღაცაზე ისეთი აგებულებაა. წყალში როცა ჩავარდება, ეს სიმძიმით დგას ასე და ეს სატყუარას ესე ცოტა ფსკერიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრში სატყუარას აწოდებს თევზს. ვა, რა საინტერესოა. მუღამი ის არის, ეს სადაც ძუა გადის, ეს ძუა დგება მაღლა. დიახ. ფსკერს აღარ ეხება. გასაგებია. ძალიან საინტერესო არის. პირველად ხედავ ეგეთ რაღაცებს. პირველად. მე კიდე იმას
ვხვდები რომ არ მეხსიერებაში მაქვს პრობლემა ან გეოგრაფიაში, იმიტომ რომ ავსტრიაშია ტიროლი და არა შვეიცარიაში. მართლა, მაშინ ავსტრიაში იყოს. უი, ბიჭო, ეხლა გამახსენდა, ხო? ავსტრიაში ხო გვაქვს კაც ეგ ვიდეო გადაღებული? გამახსენდა. კი ბატონო. გოგა, მოდი ნახე ერთი, პირველად ნახე ეგეთი ჭია. რა ქვია ამ ჭიას? ის ეხლა დიდი განსხვავება არ არის. არ ვიცი რა ქვია. ზღვის ჭიაყელა რა. ზღვის ჭია. თუ რამე სახელია, არ ვიცი, მაგრამ ნუ მეთევზეები ვიცნობ ზღვის ჭიაყელი. გასაგებია. ამ ჯოხით იცნობ აბსოლუტურად ყველა მოძრაობას, მოქმედებას, შეხებას და აი რომ მიხვდები რომ უკვე ჭამს. აი ოდნავ ამორტყმა გაუქმდა. დოსე მე თავისუფლად უკვე შენია. წარმატებას გისურვებ. არლენ, მე ამახსოვს იცი რომ ადრე ალბათ ერთი 20 წლის წინანდელ ამბავს გიყვები. ლევან შილდაძე მყავს მეგობარი, ვინც მასწავლა რეზინით თევზაობა ზღვაზე რა და მანდაც ეგ იყო, ანუ თითზე ოდნავ წამორტყმასაც გრძნობდი რა. უბრალოდ ველოდებოდი სანამ კარგად აიკინძებოდა და ისე გამოგონდა. სხვა შორის ეგეც საინტერესო და ისეთი ნადირობა კარგად იყოს და თევზაობა არის რა. რა უქნათ ბიჭებო, გვაპატიეთ, მე და მალენი უფრო მონადირეები ვართ სულით ვიდრე მეთევზეები, მაგრამ თევზაობასაც დაუმუღამებთ, გპირდებით. მე ვიცი რომ უკან არ უნდა დაუდგე და რაღაცა ახლა მომიფრთხილდი. ერთი შემიძლია გითხრათ ხალხო, რომ ალიონზე ზღვაზე თევზაობა მე რომანტიულება. ძალიან თან რაღაცა ისეთი შეგრძნება დამოუხლა, ხო ვიცით? მთები, ვა, ანკესი. არის მასში რაღაც ანტიკური. რაღაცა ვერქნა ეხლა და მირბინა ბალუნდა ეხმარება. მონზე არ არის თევზაობა, ჩემსავით კი არ არის პროფესიონალი. აი ყურე, აი ხომ გააჩერე მაგალითად ერთი წუთი რა. დეა. 2-3ჯერ გააჩერე, გადმოწია იმ ადგილიდან. აჰა, გასაგებია. მე აი შეგდე გაჩერდა ანალოგიურად ერთი 2-3 წუთი რა, ან 1 წუთი. დეა. კი, ხო. და ეძებ ადგილ. აჰა, გასაგებია. რა მამა ძაღლობას აქვს ადგილი, შეგვიჭამეს. რომ გაარჩა. ხო, იმ მომენტში შეჭამა? ვერ მოვასწარი რა მაშინ. აი მაგდროს იმენა ზის. და მაგდროს ზაცეპი უნდა გაუკეთო, ხო? ოდნავ ამოწმა გაუკეთე, მაგრამ ის თუ მადიანად მიახდება არაფერი არ უნდა. მაგრამ უმჯობესია აი რომ უყურებ, აი მიხვდები ხელში რა შეიძლება არ რა გადაბმულა. აი მაგდროს აპარატს ამოარტყა. ხო. ხელში რომ ჭამს და გიგვიძე. კი ბატონო. და რო წამოედება ქები გძნობ უკვე რა და აი დავიჭირე გოგა ბიჭო რა მაგარია ვაუ ზის გოგა აუ რა მაგარი შეგრძნება ბიჭო აუ გოგლა თევზი ბიჭო რა ლამაზია ნახე გოგა ერთი რა ლამაზი თევზია ბიჭო რა ქვია ამ თევზს ზღვის კარჩხანა რა გემრიელი იქნება ასტრონომიულად საკმაოდ ისეთი გემრიელი ვა აუ რა გამახარე ბალო რა მაგარი ყოფილა თევზობა გაუშვათ ესეთები იყინება დიდები მართლა ესეთები იყინება ჩემი თევზი დატოვა მშიერი ბიჭო როგორი მგზნობი არის ჯოხი არის პირდაპირ გრძნობ როგორ დადის ფსკერზე ის სიმძიმე არი ბიჭო დიდია გოგა კიდე დავიჭირე ბიჭო რა მაგარია
ვა, ბიჭო, რა მაგარი არის? ვაუ, გოგა! ასე ხარ? აი დაღდი თევზი, ძმაო. ბიჭო, რა მაგარი არის? თან რას გეჭიდავება, რა ძალიან ძლიერი ყოფილა, ბიჭო. კი. სასწაულის სიმძლავრის არის. არ და ერთი ბეწვია. კბილებიც აქვს? კი. უი, დასლაბარი. თუმცა, ნუ არ ეკბინება. ეს თევზი, აი იმას ვა, რა მაგარი კბილებია. აი ჩვეულებრივად ბალახობს, ძროხასავებს. ვა. ხავსით, იმით. ხო. ძირითადად ამის თევზები ასე იკვებება. ბალუ, რა შეიძლება დამიჯდეს ესეთი ანკესი და ეს მოწყობილობა, ეხლა ძალიან მაგრად დავინტერესდი უკვე რა. გაჩუქებ, ნო. ბატონო? გაჩუქებ, ახლა მაღაზიაში ჩავივლით. ერთი კარგი სპინინგი ავაწყოთ, ხომ უნდა გქონდეს ახლა ნახევრად ბათუმელი კაცები. ვა! მაღაზია გავიანი, ერთ ჯოხს გაჩუქებ. მომდაო, აგიწყობ ახლა რომ გავივლით და ეხლა აღმოსავლეთშიც შემოგევლე. კარგად ითევზავებ რა. ბალუ, ძალიან დიდი მადლობა ამ პატივისთვის, მაგრამ ისე რომ იცოდეს ჩვენმა მომხმარებელმა დაახლოებით რა ფასში შეიძლება რომ იყიდოს აი ეს ყველაფერი ეხლა რაც ხელში მიკავია. ნუ საშუალო კლასი ალბათ ჩვენთან დამწყებმა 250 ლარამდე საკმაოდ გვირიანი აქტურვილობა. დიახ. ჯოხის და ამ სტილის მთელი მუღამიც მაგია თევზაობის რომ აი პატარა ლუქსიტიც რომ დაიჭირო მგრძნობი არის ჯოხიდან გამომდინარე აი რომ თქვათ кайფობ. ხო, სიამოვნებას ღებულობ მაღალს. ვაუ, რა მაგარი ზომა არის. გოგას ჯერი არის ახლა, გოგა. შენ აზზე არა ხარ მე ახლა როგორ დამასაჩუქრა კავიანმა. რა ხან ესეთი კარგი მეთევზე ხარო? ერთი ანკესი კავიანისგან შეენო. შეგენაცვალე მე. გოგა! ასეა ძმაო, ასე. ვა, ჩაიხსნატო. აგის დედა ვატირე. აუ, ბიჭო, ასე იგი იჯდა თევზი და გაუშვა ბოლო მომენტში რა. მაგრამ აშკარა დიდი არ იყო ბალო. ბიჭო, თუ არ მომძვრა, მე მგონი მომყავს მეც რაღაცა მარლინ. თან კარგად იტყვევინება. თავარი არ მომძვრეს ეხა, მომძვრა. თუ არა, ჯერ არის, ჯერ მებრძვის. აი. არის თუ არა ეს ბილეთი? ჯიგარსონ, მოდი შენ აგერ. მოდი აქ. გაიცადე, გენიცალე, ეგრე არ არის. ამა რა გეგონა რომ ჩაიდე ვაყოჩი. მარლენ, თან არის ის ასიხარულო, ჩემი გაკეთებული ჭირით დავიჭირე. ჩემი პირველი დაჭერილი გაუშვა ბალო. ის პატარა იყო, კაცო და იმიტომ. მერე პატარას აქვს გემო ბიჭო თუ აქვს თორე. პატარას გემოს აქვს ბატკანს და ალბათ თევზში უფრო ცხიმიანობა და დიდიდეს აქვს მნიშვნელობა. თუმცა ამას წინ პატარა თევზები რო დავიჭირეთ, მე და შენ ისიც გადასარევი გემრიელი გამოდგა. აი რაღაცა ძალიან ეკონომიურად გაუკეთე, ხო? ხო, მაგრამ არა უშავს. თავარია საქმე გამოვიდეს. ვა, ეს თურქული ჭია, თუ ეს უკვე სხვა სატყვა. ეს ხელოვნურია? თუ გამხმარ? ესეც მუშაობს? ძალიან მაგარი. თუ ვისაც ასე რომ ეზარება ცოცხალზე ხელის მოკიდება. აი მე მაგალითად ვიძაშვილი მყავს ასეთი.
აჭარაში. გოგასნაირი? ხო, ხლიბი. ხლიბი. და რას ნიშნავს? იხლართება ხო? მართლა. ესა ყველაზე მაგარი დამოგებული და იგი ხია. ვა, ესე იგი ვერა ვნახე როგორ, ანუ ნემსკავი არ ჩანს, ხო? ხო. ნემსკავი ყველა ვარიანტი უნდა დაფა. აჰა. ჩვეულებრივად აი შიგნითაა გატარებული. დიახ. მე მგონი უტყამს. აი რაღაცა მომყავს მარლენ. აჰა. მოდი მამასთან, მოდი. გამარჯობა თევზო შენი. აუ. გაჩერდი, ხა გაგანთავისუფლო, ხო გინდა? რომ ნაკლები გეტინოს. პატარა თევზია. გოგა, ორჯო? ღორჯოა ხო? მაგრამ ეს იზომა არის, რომ უნდა გაუშვათ. ან ცოცხლად გადაყვაბო, არჩევანი შენზეა. ესე იგი ბიჭო, ამ პატარა თევზსაც რო გრძნობ, როგორი ის არის, ბიჭო, გრძნობი არის ანკესი. აუ, ძმებო, რამხელა თევზი ამოხდა, აი აგერი ნაპირთან 10 მეტრში არც ხო? ზღვიდან ამოხდა თევზი, რაც მინახია, ხახო არ არის. აცებელი დაგდება. აი, აუ, რა მაგარი კადრები ეკრება. ვა, რა მაგარია, ტაცებელი დაძდევსო. შეიძლება ვაფშე ორაგული დავდო. აა! გენაცვალე. მიყვარს თევზაობა. გოგლა მარტო ორი ცალი დაიჭირე ესა? აა. ხო, ბიჭო, კაია, კაი. აუ, ბალო, შენ გაიხარე, ძმაო, ჩემი გულის გახარებისთვის რა. რა მაგრა გამისწორდა. მარლენ, რა უნდა თან პატარა ღორჯოებს ჩვენგან? ბალო, აი ამ ღორჯოთი რო ვითევზაო, ვერ დავიჭერ ვერაფერს? რა გინდა ხა безотходный производство გიდა? ხო, ვერა ხო? ისეთი ხეირო, არაფერი მაგას არ თქო. ისეთი ხეირო თევზია რომ არაფერი. არა და რატო ბიჭო? ის რო არის, რა ქვია, დინარის ღორჯო მე მიყვარს. დინარის ღორჯო. აჰა, წადი და მარლინს აუშალე ნერვები. რაღაცა მომყავს. ზღვის ვეშაპი. ამომაყვანინე ხა მარლენის ყბაში ნუ ჩამაგდებ რომ მეც დიაფანდობ. აი, ჩანს. აი. La. აი. ესე ჩემო სესე, გაჩერდი ხე შენ?
სად არის ჩემი თევზების ხროვა? აგერა. რა დაიჭირე ერთი ამისთან არ 1 საათი ეჭიდავები. ეხლა იქნება რაღაცა მეკაფიცის. ანახე ერთი ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე. იდა გიჭერია შეუხერო, კარგია. კარგია, რაც კარგია. მე მგონი სრუგანგაში იყო. ანა რაღაცა დავიჭირე. ეს რა ჯანდაბა არის? ბარაბულკა დაუჭერია. მაგარი გებრიელი თევზია. გაგიკვირდება და 1-2 მაგ ნაჭამი მეც ხო და ისაკენი რა ქვია, ეგ არ გაუშვა რა. მე ხავ გავარ ადამიანს, რომელიც საკვებს გაუშვებს. ეს რა არის, რაც სულად არის აქ გადამული. ხო აი მაგდენი აღარ ვიცი, ხა მე ვაფშე რო გადამული არის არ გიკვირს შენ ხელში. ხო და რაღაცა ისე რომ უკეთესად იყოს არ გიდა. აი ნახოთ. არლენ ჩვენ ესე გვაქვს ფუნქციები გადანაწილებული. მე თან ვისვენებ და შენ თევზაო. ესე მირჩევნია რა. თან ვზივარ, თან ვიჭერ, რა ვქნა ეხა. დაიჭიროს ცოტათი მეტი მარლენმა, მე უფრო გემრიელად შევჭამ მის დაჭერილს. მე მგონი ჩემიც უწყავს. მე მგონი აი ხა. არა და ურტყამდა ამის დედავატირე ამისი რა. უეჭველი შემიჭამა ეხა ეს ჩემი წვალებით დაყენებული ჭიაყება. არა მომყავს მაო. აჰა. დაუყო ეხა აი ამ გორჯოს როგორ დავსაჯო არ ვიცი. ესე იგი რაღაც ღორჯოებზე გადავერთე მე სულ ამ ბოლო დროს. არის თუ არა ეს ბილეთი? მაგარია. როდემდე უნდა გაჭმევდე, როდემდე? ნახე რა მხელა არისო. მე მგონი კიდე რაღაცა დავიჭირე მარლენ ამ ჯდომარი აქციის დროს. სულ არ არის ფეხზე დგომა საჭირო ძმაო, ესეც გადასარევად ვიჭერ რა. რაღაცათან კარგი მოდის ბიჭო, ისეთი ხო იცი აი. დიდი ტაფა რო უნდა, დიდი ტაფა. აი. რა სერჩი ეხა? ნახე ძმაო, მშვენიერ. მინდა გითხრათ რომ კარგი ქარი ამოვარდა, აი გვარიანი ქარიო რო იქნება რა. იმდენად რომ ხელს უშლით უკვე ერთმანეთს. მე მგონი ზღვაზე ჩვენი თევზაობა მორჩა. ანუ ვეღარ ვისვით ზღვაში. რაც არ უნდა წინ ვისროლო, მაინც მარცხნივ მიდის. და ნაპირთან ხვდება. მორჩა ხო? ხო, იმიტომ რომ წინ ვისვრი მარცხნივ მიდის რა, ანუ 3 მეტრზე იქით ვერ ვაგდებ. ბალო უნდა გავუშვა ეგეთი? ჯიგარი ხარ ბალო? ვა, ბალო რა კაი ზომა დაგიჭერია. ვა, მაგარი არის. და სულ ახლოს ხო? რაო, რასასი ამოვნო ყოფილა ბიჭო ეს თევზაობა. ეს ყველაზე დიდი არის, აი. ეგეთი დიდი არ ყავს. მაგრამ ამაზე დიდები. მართლა? ვა.
მერე თევზის გამოყვანისას ხდები მეთევზე გაცვლილი არის თუ არა? მართლა? რითი ხდები? ვიდან თევზის გამოყვანას აქ თავისი ნაპირზე რო ქვაზე უნდა და ტალღას ყოველთვის. ტალღას. კარი გაძლიერდა. ფაქტიურად ვეღარ ვთევზაობ, იმიტომ რომ ვაგდებ. დინებას მიაქვს, ფარს მიაქვს, მოკლედ. ყველაფერი ისი არის, რომ მე მგონი დრო არის დავასრულოთ ჩვენი თევზაობა. არ ვიცი, ვნახოთ კიდე რას მოვიწყდეთ ბიჭები. ან დაველოდებით ამინდის გამოსვლას, ან არ ვიცი. მოკლედ დარჩით ჩვენთან, ნახავთ შემდეგ რა მოხდება. ეხლა ავდექ ირო გადაცემას. კი არა და პირველ თევზაობას სანამ მორჩებით თევზს გადავიღებთ მეთქი და მარლენი მეუბნება გააბევრეო. აი გენეცვალეთ, აი ჩვენი თევზუკები. აი ვიზე ნაკალები მე თევზები ვართ, ერთი ძალიან მაინტერესებს. რაც მართალია ხალხო, შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ იმისათვის რომ ადამიანი, რავი, სახში არიჯდე და ტელევიზორს არ უყურებდე 24 საათი, ნახდაჯობია ჰაერზე გამოხვიდე. აი გემრიელად გაატარებ დროს, აი ესე ტკბილ მეგობრებთან, როგორც არის ჩემთვის გოგა და ბალო და თქვენც რა ვიცი. დასანაყრებლათაც საკმარისია, კაცო, მე მეყოფად, მაო, ჩემი პატარა კუჭი ამას გადასარევად შეიგებს. მოკლედ ჩვენი ზღვის ნადირობა ამ ეტაპზე მორჩა. ეხლა აი ბალუსთან ერთად აი ამ ლამაზი მთების იქით შევუყვებით და დინარეზე ვწდით ბეწს. როგორც ყოველთვის ჩვენს გადაცემას მხარში უდგას როკო და დღეს მაღაზია კავეანი, იმიტომ რომ მათი დახმარებით შედგა და შედგება ჩვენი თევზაობები. დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენ კიდევ ვეცდებით რომ ცოტა ცხოვრება გაგიხალისოთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოკლედ ჩემო კარგებო, გიგითხარით ეხლა მე და მარლენმა რომ ჯოროხი ვცადოთო შემოგთავაზა ბალუმ, მაგრამ გაგვითვალისწინა თავისი მეგობრები და ახლა შეგვატყო რომ მაინც მთისკენ და ესეთი მდინარისკენ მიგვიწევდა გული. თის ხალხი ვართ ჩვენ და ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ცოტა ავიწიოთ მაღალმთიან აჭარაში და ჩვენი ბედი იქ ვცადოთ. თუ ღმერთი 1-2 თევზს გადმოგვიგდებს ჩემო მარლენ, შივრები ნაღდად აღარ ვიქნებთ. შივნები ნაღდად აღარ ვიქნებათ. ორაგული შეიძლება იყოს მან? კარგი ადგილი. რატო წინწკლები დაინახე თუ რა ხდება? ეხლა როცა ცხელა ყოველთვის ეძებს სწრაფ და ჩქერიან დინებას, გაიგე და იქ დგას ორაგული. ნუ კალმახი რა. დიახ. ხო და რაღაცნაირად მგონია რომ აქ კაი სანადირო ადგილი რა. და ხომ არ გვეცადა. ცადოთ. სანამ მთაში ავალთ, აქაც ჩავაგდო. კაი, ცადოთ ცოტა ხარ. მე მიყვარს სხვათა შორის ესეთი ექსპრომტი გადაწყვეტილებები და ძირითადად ეს ყველაფერი დაფუძნებულია კვლევებზე. როგორც მონადირეებმა ვიცით ხოლმე, რა ჯერ ხო ვიკვლევთ და მე ვნადირობთ. რა თქმა უნდა, რატომაც არა. არ გვაქვს კონტროლი, არ ვიცით წინასწარ, როდის ადიდება წყალი, აიგე და ცოტა მთელი ბავშვობა რაც მახსოვს, სულ გვეშინოდა რა. და მქონია მომენტი გადავსულ ვარ და ლამის დავჩენილი. არა ბიჭო, აქვე პირველივე კუნძულზე უნდა აქ რო გადავა. აქ შეიძლება. აქ ხო? აქ ხო. ნუ და იქ გადავა. მიდი, მალე ფეხუჩები არ დაისველო, შემოგელო. მიდი, გეინეთო, მიდი. ხიდი ჩაურთე, შეუხერო, რატო აწვალე? ბალუ, ეს თევზაობა უკვე როგორც ხვდები ვობლერებით წავა, ხო? კი. ეხლა ნუ კალმახზე გვინდა რანაირი ვობლერი, იცი, რომელიც ჩქერთან კარგად მუშაობს. სწრაფ დინებაში დგას ეხლა კალმახი. დიახ. და ზუსტად ვობლერი, კარგი ვობლერი ითვლება, რომელიც სწრაფ დინებას უძლებს. თამაშს არ კარგავს და სწრაფ დინებაში ეფექტურია. ზუსტად კამიონია ეს კონკრეტული, რომელიც მუშაობს იდეალურად.
სწრაფდინებაში და ახლა ამ სეზონზე ესეთი კრენკები უყვარს ხოლმე. დიახ. ხალმახს და ვნახოთ რა ეს შენ დაგიყენე, ახლა კაიფერია და ვნახოთ. ბალო, უფრო იქ სადაც სწრაფად მოძრაობს წყალი, იქ უფრო მოსალოდნელია თევზი იყოს თუ იქ სადაც ნელა მოძრაობს. დინებასა და გაჩერებულს შორის, ხო ალბათ? დინებაში ზეთუყურა. ზედ დინებაში უფრო მეტი შანსია? ეს ბინარი არ წამიღებდეს ახლა ჩემი ანკესიან ჩემი GoPro-იანა და ამ ეტაპზე სხვა არაფერი არ მინდა. ის რა კარგი სიგრილია. შეშმოგე. აი. ესე იგი. ვაგდებ რა შეიძლება შორს აუ რა თუდად მოუჯექი ამის რეალდა ბიჭო ამ გალიპულქვებზე. ვახ. გადავრჩით მალენ. მოტეხილობა არ გვაქვს როგორც მინიმუმ. აუ მაგარის რეალებს ბიჭო ხავსიანი არის ქვები. ბალუ ვაგდებ და მომაგ ხო? მალენ ბატონო ბალუს თავისი რაღაცეები ხო აქ აქვს. ერთი ბლესნა დაუკარგე უკვე. მართლა? ბიჭო არა მე მგონი თან აქვს წაღებული. ой მე რა ცუდი ბიჭია. ამ მე რა ვქნა ახლა. დაგიწყდა? ხო ძმაო რა თუ ორაგულის დაჭერა გვინდა და ამ იმაზე რომ ათევზავებს რა ქვია ზღვის კარჩხანას გამ რაღაცაზე რა პროვოკაციაზე ეს რა არის. ძალიან ხوار გაიქნია. ბიჭო ალბათ ძალიან გავიქნია მე. ხო ეგ წვიტავს ხოლმე. ხო და ეხა აი ეს რო წვიტავს ესე იგი თევზი რას უზამს? არა. ეგ სხვა რაღაცას წვიტავს ხოლმე. ეგ ჩვენ პრობლემებს წვიტავს ხოლმე შეიძლება დაწვე და დაისვენო ჩემო მოგე. ხო ესე იგი ედა პრობლემები მოგეხსნა უცბად. დაწყებული არ მქონდა თევზაობა და უკვე დავამთავრე. შვენიერია. მალე წარმატებები. აი ზღებს კეპლეტს დაგწევოს კაცმა რა. არა, შეგეცვლები ხოლმე, ეგრეც არა. აი რა გინდა ეხლა კაცმა როქნა. ან რატო ქნა ეს? არ ვიცით ჩვენ რა უნდა ვქნათ ესეთ შემთხვევაში. ბალუ საკმაოდ შორს არის და ეხლა ამისთვის ვერ გადმო. აქედან გამომდინარე, ჩემი და მარლენის ეს თევზაობა დასასრულს მივახლოვდა. ეხლა ვეცდები რომ ამოვიტანო რამენაირად და დაველოდებით ბალუს და გავეშურებით მთებისკენ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ესე იგი, ჩემო გოგა, მე როგორც ხვდები, ჩვენ თევზაობა აქ წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ბალუმ როგორც თქვა, სოფელ მივრეთში არის იმის საშუალება, რომ მივიდეთ და იქაც მოვსინჯოთ წათევზაება, ასე ვთქვათ, უფრო მთიდან მოსულ მდინარეში უფრო მეტი პერსპექტივაა. როგორ არის ხა ჩვენი საქმე იცით ბიჭებო, რომ ხავს ეკიდებოდაო ხო გაგიგიათ და მოვეკიდოთ ხავს და ვცავდოთ თუ არა და ეს მივრეთი ყოფილა დაახლოებით 20 წუთი ბათუმიდან ძალიან ლამაზი ადგილი არის და მე მგონი კულინარიაც მანდ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ალაგი არის, ასე ვთქვათ, რაღაცა რესტორანში კი ვით არის, სადაც კარგად მოწყობილი სივრცე არის და გვემასპინძლებს ეს ხალხი ჩვენ და იმედი მაქვს, რომ კარგ კულინარიასაც შევთავაზებთ მაყურებელს. ჩვენივე დაჭერილი თევზით. ჩვენივე დაჭერილი თევზით და შეიძლება 1-2 ღერი თის თევზით შევამოდით. წავედით მალინჩიკ, წავედით. ფაქტია, რომ ტურისტების სიმრავლე არის აჭარის გზაზე, ასე ვთქვათ, რა. სუხარია, სიმართლე ითქოს, მაგრამ ერთხი რაც არ მომწონს, ხო, შენ წერას სწორად აღნიშნე. ძალიან კარგი იქნება,
ამ ტურისტებს მოვასმეინოთ ხოლმე ქართული სიმღერები და აი მაგალითად აი ესეთი წარწერები არ უნდა იყოს, რატო უნდა ეწეროს არაბულად საქართველოში. ხო, აი კიდე არაბული წარწერა. ძალიან გხოთ რა, ანუ ნამდვილად არა ვარ შოვინისტი, ძალიან შორსა ვარ აქედან, მაგრამ საქართველოში მინდა ქართული წარწერა და უცხოელი ტურისტებისთვის არსებობს საერთაშორისო ენა ინგლისური. არ არის საჭირო რუსული წარწერები, არ არის საჭირო არაბული წარწერები, არ არის საჭირო ჩინური წარწერები რა. სამი დამწერლობა გვაქვს ბოლო-ბოლო, რომელიც გენებოდ გამოიყენეთ. რა ლამაზია როგორ ჩვენი საქართველო ყოველთვის აღნიშნავთ მარლენ მე და შენ ამ ამბავს, ნამდვილად ძალიან ლამაზი არის და გული მწყდება რომ ქართულ ხალხს არ აქვს სათანადო დაფასება ამის, თუმცა ტენდენცია ნამდვილად არის ბოლო 10 წლების განმავლობაში. არა, ეს პროექტი ჩვენი მაყურებელი ვერ ნახავდა ჩვენ საქართველოს იმ კუთხით, რომელი კუთხითაც მონადირეები ვხედავთ. კი ბატონო, ჩვენი პრიზმიდან დანახული საქართველო. ლატაობა მიცის გადარჩი შემოვიწია. რაც ძალიან ლამაზ ადგილას მოვედით ჩემო მარლენცი. თებში დინარესთან უკვე მომწონს. მე მომშივდა თუ თებში მომესმა. შენ თებში მოგესმა, ეს იყო მთებში. და რა გააკეთე ჯერ იმისათვის რომ შეჭამ, არა პრინციპში კი დაიჭირე 1-2 ღერი თევზი. მე რო არ დამეჭირა თევზი დღეს შემშიერი იქნებოდი. რაღაცა ძალიან ლამაზი გარემო არის ჩემო მარლენ, ვიცი შენ. ბალუ, ეს რა მცენარეებია, პალმის ნაისახეობაა, რამე თუ რა არის აი. ებიჭო გინდა ესენი ეს ბანანის ხეა. ვა, შენ შემოგე. ინახიათ ხალხო ბანანის ხე? მე მაგალითად არ მინახავს. ან თუ მინახავს, მე მგონი ბოტანიკურში ბათუმის. ეხა მირვეთში ვართ. რესტორანი მაგას აკეთებული. ვა, შენია ეს რესტორანი? ამას გვიმალავდი, შეკაცო? არა და რა ლამაზი ადგილია, მაგრამ ჯერ გზაც რა ლამაზია რომ მეგოხარ. ბალო, გილოცა. ამ წარმატებას მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი არ მოგაკლდება, მით უმეტეს ახლა ჩვენი გამოწერებიც რომ გაიგებენ. რა თქმა უნდა. რა კაი სიტუაციაში ვართ და არა, ბიჭო, ძალიან ლამაზია რა. ყველა მონადირეს, მეთევზეს და არა მარტო ტურისტსაც ველოდებით აქ. მირვეთში, ხო? მირვეთი. მირვეთი. მარლენ, მოდი საზამთრო ჩასაცივებელ ადგილს განახებ. აუ, რა მაგარი სუნია თან ტყის. ბიჭო, ეს ნახე, სად გავიჩიტეთ, დო. ვახ, შენ შემოგევა. რას ამბობ, ბრო? შვენიერი. აქ სულ სიგრილე იქნება, ეხლა მე ვერ წარმომიდგენია. რა სიცხე უნდა იყოს, რომ აქ სიგრილე არ იყოს. სულ სიგრილეა. სანამ მარლენი და ბალუ სხედან და რაღაც სვეცკი საუბარი აქვს. მე და აგერ ეს კაცი ვშრომობთ, ძმაო, ეგრე კი არ არის აქ. რა ქვია ძამკოში? ჯანო. ჯანი ფუტკარაც. ჯანი ფუტკარა. სიამოვნო. თევზი გავასუფთავე. ეხლა რაღაცაში მარლენიც უნდა დავაზანგო, თორე ძალიან მიჩმორებულად გძნობ თავს. ზის იქ და ჩაის და ყავას მიირთმევს. წავედი ეხლა ცეცხლი შევუნთო. ეხლა გაცილებით უფრო მეტად სანახავი იქნებოდა თუ რამეს დავიჭერდით აქ. რა კარგად არის მოხდილი აქ დაურობა, მომეწონა. ბალუ, ეხლა მე დავაკვირდი ესეთ რაღაცას რა, რომ მოვედით ვაკვირდებით ტერიტორიას და რატომღაც შენი ძახი რომ აქ თევზაობა არ გამოგვივა. რატომ არ გამოგვივა?
ქარის გამო, ქარია ძლიერი და აზრი არ არის. ანუ იგივე პრობლემა იქნება რაც ზღვაზე კი ბატონო, ქარი. ხო, მოგეთ მეგობრებო, ზღვაზე თქვენ გახსოვთ ჩვენი თევზაობა შეწყდა ზუსტად იმის გამო, რომ ქარი გაძლიერდა. იმედი გქონდა რომ მთაში უფრო ნაკლები იქნებოდა ეს ქარი, მაგრამ არა, აქაც კარგად უბერავს. აქედან გამომდინარე, გადავედით ახლა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ეტაპზე კულინარიაზე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გუგა ცეცხლი უკვე მზად არის. ცეცხლი კი არა, ნაკვერჩხალი არის უკვე მზად. ხო და ცეცხლი სანამ შენ დაბალო იქ ჩაი, ყავა, რაღაც საუბრები, ჩვენ მუშაობ. და ცეცხლივით გოგაც თქვენთან ერთად არის, მეგობრებო, და გთავაზობთ ძალიან მაგარ რაღაცას, რავო კარჩხანაო, ზღვის კარჩხანაო. ზღვის, რომელიც თურმე გემონური თვისებებით უფრო კარგი მატარებელია ამ გემონური თვისებების, ვიდრე ტბის. ანუ მე მაპატიეთ რუსული ჟარგონი კარასი არის, მაგრამ ზღვის. დიახ, და რა ვიცი, იცი მე, რომ იოდის შემცველობა უფრო მაღალი ყოფილა თურმე ზღვის თევზში, ვინმე ტბისაში. მაშინ ჩემო მარლენ, მე არ მინდა და ჩემი წილი ჩემ მივიდო იოდის ნაკლებობა გაკ და იქნება რამენაირად დაიბალანსო. მეგობრებო, რა პრინციპით შემოგთავაზეთ? ძალიან მარტივი პრინციპით შემოგთავაზეთ, რა მე ესე მგონია, რომ ამ თევზს მარილის და შეწვის გარდა არც არაფერი არ უნდა, ძალიან კარგი განცდები მაქვს, რომ ძალიან გემრიელად მივირთმევთ რა. შია? დიახ. მაშინ თუ გშია, მოდი ხა ვანახოთ მაყურებელს მე და შენ ნაკვერჩხალს როგორ გავანელებთ, ასე ვთქვათ რა. თორე ეს ნაკვერჩხალი უკვე მზად არის. კი, ფინალში გადის. ფინალში გადის და ცოტა გავშალოთ. ცოტა ესე ვქნათ. ხო, რა წამოიღო? აუ რა, გაიქცა. ბიჭო. გადასარევი იქნება, მალენ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელობა აქვს მაინც სად აკეთებ ყოველივე ამას, რა. არ არსებობს, რომ ეს ქალაქში შემწვარი თევზი ესეთი გემრიელი იყოს, როგორც ტყეში, ბუნებაში და ჩვენმა მაყურებელმა უკვე იხილა კადრები სად ვართ და რა გარემოში ვართ. და ეს მაღალი მთები, ჩანჩქერი აქვს ბალუს აქ მაღლა აი სასწაულია ამბავი. გადასარევი ადგილი არის, მეგობრებო, ნახდათ რა. აბა ვნახოთ, ვენახი. ესე იგი, დიდი თევზები დავდოთ ცენტრში, აი ასე, შედარებით დიდი, თორე ხა ხმამაღალი ნათქვამი არის. ჩვენ ზღორჯო კიდე ცოცხალია თუ მომეჩვენა? არა, ეს ზღორჯო გამოფატრული არის უკვე, რანა ჩემი მტერი იყოს ცოცხალი ისე, ეს ზღორჯო ცოცხალი არის. აი გული მიგძნობს, რომ ძალიან გემრიელი. აუ მე რა ვიცი, მე მომდის უკვე. რა იყო მშიერი ხარ? მშიერი ვარ, როცა ჩემი დაჭერილი თევზია ლაპარაკი, მშიერი ვარ. ეს ვინ გასწავლა ასე ლამაზად დაწყობა ამ თემს? შენ შარშან. მარილი მერე უნდა ბოლოს თუ როგორ? როგორ? მე ხა დავდებ, ზემოდან მოვაყრი მარილს, ცოტა გაანელებს, ამოვაბრუნებ, მერე კიდე მოვაყრი მარილს. კაი, გენაც. მე მინდა რომ გემრიელად დაგანაკრებ და დაგაბურებ. მე შენი მჯერა. შენ ჩემი მჯერა? აი შენ გჯერა, ჩემი გახსოვს ეგ? ჩემი გჯერა? არა მაგარია. აი სულს რო წამოიღებს, კარგ სულს რო წამოიღებს. თან ამას ისეთ სუნი ექნება, ბარიდან ამოიყვანს ხალხს. კი ბატონო. გოგა რა ხაჭაპურები დაგიცხვია, ბიჭო? სახლისმა, ეხა ხაჭაპურები მე და ვიდაყვამდე ფულში ვერა, მაგრამ დია სახლისმა რო გამოაცხო ეს ხაჭაპურები, მე ხა მინდა რომ ცოტათი გავაპიცკინო სავით. ოხ, შენ და ვაფშე მეცი რა მოდი ეს თევზი ამოვაბრუნოთ, დაიცადე პატიცემო, ნახე? ჰალე? ოპა. ვა, რა კარგი არის, ბიჭო? აი ასე რა შევაპიცკინოთ, რა კი არის თფილი, მაგრამ მე დაბრაწული მიყვარს და შეპიცკინებული რა. მადლობა ქალბატონ სოფოს, პავლუს მეუღლეს გემრიელი ხაჭაპურისთვის. მადლობა ნამდვილად. აქეთ ამ ხარეს მარილი არ მოვაყაროთ? უი, ეგ რო აღარ მახსოვდა? ხო, აი. აი ესე კარგად როგორც შენ ამბობ, მე რომ მკითხო. მადლიანად აყრის, გენაცვალე მე შენ. უხდება საერთოდ თევზს მარილი მე
გონია რომ ეს მზად არის. მეც ესე მგონია რომ ეს მზად არის და მე ვეცდები ახლა რომ პირველი ვიყო ვინც ამას დეგუსტაციას გაუკეთებს და შენიშვნებს დაარიგებს და იტყვის რომ ცოტა რაღაცა მარილი აკლია, ცოტა ის აკლია, ცოტა ეს აკლია. კარგი, მაშინ რო ვარ თქვა რომ შეწვაც აკლია, დაგიწვავ. არა, წამოიღე. გამოვიდო და წამოდი ავიტანოთ მაღლა. კაი, მოვდივარ. გოგა, ეგ სადღა იპოვე. ეს სადღა ვიპოვე და ხალხს რო ვატყუებდი რომ ჩაიზე და ყავაზე იყვნენ, ბაუდა მალენ მეთქი და ყმაში რო გაგდებული გქონდათ, მწვადი ისვადი არის ეს. ბარემ ამასაც შევათფობ. კი ბატონო. აუ რა კაი სიგრილია. ხვევი და ხმაური რო გესმით, ხვდებით ალბათ რომ ქორწილია და უერთდებით ამ სიხარულს, ჩვენი გუნდი, გადამღები გუნდია. და ამ სასიამოვნო ნოტაზე გემშვიდობებით და თქვენის ნებართვით გავსინჯავთ თუ ჯერ გავსინჯოთ და ვანახოთ ჩვენი ემოციები. არა, გვენდობია. შენ არ გინდა, მე გავსინჯავ და შენ გასინჯავ. შენ გადაცალე. კარგად იყავით. ძირფასებო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ხოლმე პედაგოგას გაკეთებული ფილმები, დოკუმენტური ფილმები, არადოკუმენტურები, მხატვრულები და არამხატვრულები, მოკლედ, მაგრად იყავით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.